სალამი ჩემო კარგებო, გილოცავთ შობა ახალ წელს. კარგად ყოფნობას, ჯანმრთელობას, ბედნიერობას გისურვებთ. Здравствуйте, мои дорогие друзья, славяне, азербайджанцы, турки. Поздравляю вас с Новым годом. Желаю счастья, благополучия всем. Сейчас переходим по-грузински будем говорить. Კატათაგვობიას თამაში უნდა დამთავრდეს. კატათაგვობიას თამაში, რაც თბილისში ხდება. ადამიანს ჯერ მით უმეტეს იცით, რომ არის უცხო ქვეყნის აგენტი, მეხუთე კოლონა, რომ დაიჭერ, ჯერ ნუ დაიჭერდა, თუ დაიჭერთ, მერე იმ დრომდე მაინც გააჩერეთ ციხეში, რომ ხელს კიდო მეორეჯერ შეგიშლის ახლა ხელს. ეს კატათაგვობიას თამაში გამოდის მეტი არაფერი, ჩემო ბიზინა ასე არ გამოვა არაფერი. აი ეს რო დაიჭირეთ, ის გაგაჩერებიათ, უნდა პატარა ხანს მაინც. ასე არ შეიძლება. ეს ასე აგენ დაჭერილია ხალხი, რაზეა დაჭერილი, ერთი წლობითაა დაჭერილი, ტყუილა, სულ ტყუილა, ხო და ეს აგენი აშავებენ, მაგრამ დროშა დახია იმ კაცმა თუ დაწვა, ბიჭო, ამის გულისთვის ასეთ იმას აძლევ. იმას აგენმა გადააწვენ ყველაფერი, ხო და აგენ დაიჭირდა, მერე გამოუშვით, ასე რამ შეგაშინათ, ვერ გავიგეთ. აგენ რო არ ჩვენ თუ რამე ახლა ხალხო მოგიწოდებთ, რომ ჩანს, რომ გაუჭირდა მთავრობას და გაუჭირდა პოლიციას, ჩანს. ამიტომ ტრისტან წითელაშვილო, ახლოს ხართ, იქინე იმაში ხართ, თბილისში ხართ, ასევე იქინე სხვა ქალაქებიდან რომ არის, ჩადი და დავეხმაროთ პოლიციას, დავეხმაროთ უნდა აუცილებლად. თორემ ისე არ გამოვარა ამ სატანისტებს, ისე ვერ მოვიცილებთ, ხომ ხედავ, ემატება, კიდო რა ვიცით ჩვენ, კიდო 15 დღე, კიდო ასე იქნება, რა ქვია, ასეთი იქნება დაწოლა. ხო და შეიძლება ვერ გაუძლოს ამ მთავრობამ და ამიტომ დავეხმაროთ უნდა ხალხო. ტრისტან, შენ მოვისმინი ახლა ერთი სამი მოვისმინი ამ ბოლოს თქვენი იგი, ხო და ძალიან მომეწონა ძმაო, უმსხვილო ძმა ხარ ჩემი, ძალიან მომეწონა თქვენი იგი, ხო და ასე აღარ უნდა ამას დაცდა. ისე იგი ამიდან 14-დან რომ დამთავრდება ეს ეგენი რა ქვია, შობა ახალ წელი რომ დამთავრდება ძველით, უნდა გავიდეთ და უნდა დავეხმაროთ. მე ახლა წამოვიდოდი მეც, მაგრამ ახლა მეც წამოვიდოდი, მაგრამ ახლა არ გამოდის ჩემი წამოსვლა. ზაფხული რომ იყოს წამოვიდოდი. მოგიწოდებთ, ვინც ხართ იქინე ახლოს, ჩვენი მე რომ 120 კაცი დავასახელე, 20 კიდო დავუმატე. 140 კაცი საგენი რომ ვართ, არა ახლო რომელიც ხართ იქინე თბილისთან და გინდა ბათუმში რომ არის, ყველამ გადით და დავეხმაროთ პოლიციას. დავდგეთ პოლიციის გვერდზე. ხო, ეხლა ჩემო კარგებო, ხო, ახლა დროშის შესახებ. ბატონო ბიზინა, ჩემო კარგო ბიზინა. ეხლანდელი დროშა 5 ჯვარიანი არის, 5 ჯვარიანი და არ არის ეს ქართული დროშა. აი ნახეთ, მოისმინეთ ეგრე. იგი რა ქვია, ჯუხა ეს იგი რომ აჩვენა, როგორი დროშა, ნახეთ, თეთრი დროშა. ჩემო კარგო, თეთრი დროშებია, არ იყო ასეთი, ეს არის იმას ბოდიში და იმ მამაძაღლიგენის, რა ქვია, ჟორდანიას და იმის მოგონილია ეს პირველი დროშა რო იყო, პირველი ზვიადმა რომ იქნა დააბრუნა. ისიც არაა სწორი დროშა და ესეც არაა სწორი დროშა. სწორი დროშა არის 25 თებერვალს რომ დამყარდა საქართველოში. ის არის სწორი დროშა. ანდა დროებით თუ არ მოგვწონთ, მაშინ თეთრი დროშა უნდა იყოს. ნახეთ კინოფილმები, თეთრი დროშებია ყველგან. და რაღაცა არის გამოსახულებები, მაგრამ ზოგზე რაღაცა გველეშაპია გამოსახული, ზოგზე რაცა არის წმინდა გიორგია გამოსახული. ხო, მაგრამ ძირითადად არ არის ასეთი ფერის დროშები არა. ამიტომ ხო, ეხლა შემოკარგებო, ეს დროშა არის სატანისტური დავით თორდიამ, რაც ილაპარაკა, მე ადრეს ვაპარაკობდი მან,
ძალიან რაღაც სულ ყველაფერში არ ვეთანხმები იმას მე დასაწყისში რაღაცები მე არ მომწონს, მაგრამ ამ ბოლოს მაგარი ბლოგები დადვა, ესე მე რომ თვითონ ჩემი სათხმელი თქვა ამ კაცმა, მაგარი ხარ იმან დავით, აგერ ვარ მე ჩემი ძმა ხარ, აგერ ვარ მე უგეშინია. ერთად ვიყოთ და იქნათ საქართველოს კეთილდღეობისათვის ვიყოთ ერთად. ხო, კეთილ უნდა გამოვაშკარავოთ იგი ყველაფერი ისე საზიზღრობა რომ გამოვაშკარავოთ უნდა. ეხლა იმაზე 68 პარლამენტარი არის. ჩემი აზრით მე ბიზინა შენ შემოგევლე, ჩემი აზრით თუ დამიჯერებ მე და თუ იქინე ახლა ის ადგილები სინამდვილეში კონსერვატორებს და სოციალისტებს ეკუთვნის. ის რაღაც რჩება 62 ადგილი ხო რჩება 62 და სულ ბოლო 40 კაცი მაინც უნდა მოხდეს ეს ჩვენი სოციალისტური პარტიის და კონსერვატორებს ბევრი ხმა გაყალბდა, არ ვიცი მე ვერ ვიტყვი ახლა პირადად ვერ დავადებ ხელს ვინ გააყალბა თუ რა გააყალბა თუ რაც გააკეთა, მაგრამ ამჯერავს ჩემო კარგებო, ამჯერავს მე გახარია ამდენ პროცენტს აიღებ და ამჯერავს. მე ლანჩხუთელი კაცი ხო ვარ, ლანჩხუთში იქინე იყო გახსნილი ხო და ლანჩხუთში ბევრი გააყალბეს იქინე, ვიცი რომ გააყალბეს იქინე ჩამოსული იყო ეს გახადია და იქინე იმაშობოდნენ, აყალბებდნენ იმას, მეზობლებიც ყავს. ბევრმა იმას იქნა, ბევრმა იქინე ჩაბუდრებული არიან ეს იქინე. ხო, ამიტომ გახარია ამდენ ხმას ვერ მიიღებ და იქ გახარიას ხმა დაეწერა, ის იყო კონსერვატორების სინამდვილეში. კონსერვატორების და სოციალისტები არ იყო, მაგრამ კონსერვატორების ხმა იყო, მაგრამ კონსერვატორები რაღაც ახლა ჩვენ პარტიაშია, სოციალისტურ პარტიაში 120 კაცი რომ თქვი, მე 140-ია ახლა. ხო და ისე იგი რო თქვი არა, სინამდვილეში აგენის ადგილებია იქენ და ეს რო თქვით არა, ეს ხალხი უნდა ის ხალხი უნდა მოცილდეს, უნდა ან წავიდნენ საათსა, ან გავდევნოთ. ეგერ იგი რა თქვი პატარგასიშვილი რომ გაასახლა იმან და ქვია სააკაშვილმა, ასე გაასახლეთ კაცო ეს ხალხი ბატონო. ჩემო კარგო ბიზინა. იმან თუ გაასახლა ჩვენ არ შეგვიძლია გავასახლოთ ეს ხალხი საქართველოსთან ჩავაჯინოთ თვითონავში და წავიდეს ევროპაში კაცო. წავიდეს ევროპაში. ასე გავაცილოთ ხო და აუგზავნოთ ჩამოსვლა. პატარგასიშვილს ხო უქნეს ასე, ოქრუაშვილსაც უქნეს ასე. ჩვენ რა ხელი რამეთ არის სიზუსტე გამოავლინეთ ამ ბოლო დროს. მუგეშინიათ მე ვცნობ ყველაფერს ისე იგი პრეზიდენტსაც ვცნობ, პატარა გულს მაკლია, მაგრამ ვცნობ მაინც დროებით. სანამ უკეთესი ამბავი რაღაც გაკეთებოდეს და პრემიერ-მინისტრს ვცნობ და ვცნობ იმას რაც არის მე ჩემი იმით ქვია. ხო და ნუ გეშინიათ დაიჭირეთ და აგერ ვარ ჩვენ დაგიდგებით გვერდში და თუ გაგიჭირეთ დაგიდგებით გვერდში. აგერ კიდო ახლა თუ დაჭირდა ახლა მე ახლა ნამეტარი სიცივეებია მე კიდო ერთ თვეში მე შეიძლება მე წამოვიდე, კი წამოვა მთელი ხალხი წამოვა იქან, მთელი ბათუმი და იგი წამოვა. მიხედეთ ამ ხალხს, ნუ გეშინიათ ტრისტან წითელაშვილო იქინე რა ქვია რამაზ გაგნიძე ჩამოყალიბეთ ის მე რო ვთქვი ის ხალხი ჩამოყალიბეთ და გადიდეთ დაუდექით პოლიციას დაუდექით გვერდში. ხო და ეს ნაგვები, ეს პოლიტიკური ნაგვებია, მაგენ აბა მეტი რა არის, ვერ გევიგერ, რა ხალხია, რა შვებიან, რა რიტუალებს ასრულებენ, ვერ გავიგე კაცო. ყველაფერი მინახავს 80 წელს გავხდები, მაგრამ მამაჩემი იტყოდა, ადრე მამაჩემი მეუბნებოდა რომ ის რა ჯოჯოხეთი რაო, იციო? ჯოჯოხეთშიო, ესე იგი ანთიაო, კოცონიო, ხო და ქვაბი არისო, დიდი დადგმულია კუპრი ხარშება შეიტყო და გარედან ასე ხტუნაობენ ეშმაკე, ზუსტად ისეთი ამბავია. რა არის ეს რა ხალხია ვერ გავიგე მე რა უბედური გენია ხო და
ის რაც თქვა ტრისტან წითელობაში და ის ბოლოს რომ ის შესრულდეს უნდა აუცილებლად მეც ვეთანხმები იმას ჩემი სათქმელი თქვა იგენმა ხო ეხლა ხო თუ არავლაგმეთ მაგ დროზე არ მოგასწონებენ ხო და ასე გაიტანებენ თავს აპრილამდე და მაისამდე გაიტანებენ ას და არ დაგანებებენ არც ადგილობრივ არჩევნებს დაგმანებებენ და არც არაფერს ხო ეხლა კიდო მე რას ვითხოვ ბიზინა ჩემო კარგო ბიზინა რას ვითხოვ მე ახლა ურე თქვენ და ირაკლი ღარიბაშვილი მე მგონი არ ხართ ოცნებაში გადით არა ასე ვიცი მე ასე დავინახე აგერ YouTube-ში და იმაში რომ თქვენ გადით წადით ოცნებიდან ასე მობრძანდით ჩვენთან გიწვევ ან თქვენ ან ბერა გამოუშვით ახალგაზრდა უფრო ისე იგი ახლა ერთი რამე თქვა უნდა მე მიყვარს პირში თქვა ყველაფერი მე თქვი რომ ერთი საკუბოვე შარვალ კოსტუმი მაქვს და ამით იმაშობი დავდივარ და ამით არის ახლა ნიკოლოზ ჟავანაძე მოახმაროს ღმერთმა მისი ყველა ყოველდღე ახალი შარვალ კოსტუმი აქვს ამგას ასო ხო და კარგად ცხოვრო შველი და რაღაც უნდა და ეს პოლიტიკოსი არაა ეს კაცი ნიკოლოზი ეთქობა ადვოკატია ადვოკატურის მაგარი იგი აქვს ცოდნა აქვს ადვოკატია ეთქობა ცოდნა მაგარი აქვს იურიდიული, მაგრამ ეს ისტორიული სიგი არა აქვს მაგას. ხო, ამიტომ იმას გადავანაცვლებ იქით ნიკოლოზ ჟავანაძეს და იქ ალექსანდრე ყობაიძე რომ აკიდო, იმასაც ქვედა იმაში გადავანაცვლებ. ხო და იმის მაგივრად მობრძანდით ბიზინა. მობრძანდით თქვენ და ღარიბაშვილი. ახლა დაგვი, ახლა ამას რატომ ლაპარაკობ ისი ამ სიტუაციას წაადგება ასე, წაადგება. გადმოდით ჩვენთან. მე ახლა რომ ვერ გასვერანდობი პირველი მე უნდა ვიყო სანამდე ჯერ შემიძლია აზროვნება და იგი და მეორე ნომრად გადმოდით დაბრძანდით ხო და ირაკლი ღარიბაშვილი კიდე აგერ ხო და ახლა რა მინდა თქვა ის რომა რა ქვია ნემსაძე ერმილე ნემსაძეს არაუშავს გამოკეთდა სწორად აზროვნებს და სწორად ლაპარაკობს ის მართლა ამ ბოლოს სულ არ მომწონს მე რაღაცა იმაშობა ყველა შეგვაგინა ასე გამოდის ჩვენ მივეცით ხმა ბიზნესს გასულ ჩვენ მივეცით მის ხმა მიეცი ყველაფერში რას აკეთებ შენ ვიღაცა ხარ შენ მართლა მა რა ქვია ახლა არ მინდა იმას არ ვიტყვი კუთხურობას და მე როგორ შეიძლება ასე უზდელი ყოფილიყარ უზდელი ადამიანი ყოფილიყარ დავით ნემსაძე უზდელი ადამიანი ხარ. ხო და ათი შენ იმას არც იმას ვიტყამ და შეიძლება დაგტოვე ბოლო იმაში დავტოვებ ერთი X და არ მინდა რომ იქნა. ხო და აქედან ამიდან ამოებული ხარ და ქვევით ეგ მე-6 20-ში ჩახვალ. ასია ეს არ შეიძლება ამდენი გინება და იგი მით უმეტეს აუდიტორიის წინაშე ახლა კაცი გაბრაზებული კაცია შეიგინებს რაღაცა რომ არ გიყურებს არ კაცი და მაგრამ აგერ ამ ხელა აუდიტორიის წინაშე იგინები კაცო ეს არაა სწორი ამიტომ ის ერმილეს ჩამოსვლა მინდა მაგრამ ერმილე ვერ ჩამოდის დროებით და ირაკლი ღარიბაშვილი და ბიზინა ივანიშვილი გადმოდი ჩვენ პარტიაში წერთ ისე მეორე ნომრად წერთ ნიკოლოზი რომ იყო იქ ნიკოლოზ ჟავანაძის მაგივრად წერთ თქვენ ხო და იმის რა ქვია იგენი ქვედა 20-ში გადაინაცვლებენ ქვედა 20-ში იქნება მაგრამ ქვევით დაიწევენ კანდიდატებში გადავა ხო და იგი კიდე ალექსანდრე ყობაიძე რომა ალექსანდრე ყობაიძე ახლა რა არის იცი ფარისევლურად ლაპარაკობს ნამეტარი არ მომწონს მე ფარისეველი კაცი არ მომწონს ადამიანს უნდა უთხრა რომ ასე ყველაფერი ისე შენ ამაში არ ხარ სწორი იგი ყველაფერში ფარისევლობს ვატყობ ჩაბზანდი ბიზია ქვევით ქვედა იმაში ხო და იმის მაგივრად ხო
ირაკლი ღარიბაშვილი და ბიზინა ივანიშვილი ჩაიწერება იმაში. ახლა რატომ ვაკეთებ მე ამას? რატომ ვაკეთებ ახლა იცი? ჩვენ დაგვარეგისტრიროთ უნდა ჩვენ სოციალისტური პარტია ეს 140 კაცი რო ჩავწერე დაგვარეგისტრიროთ უნდა ახლა ხო თუ არა და მე ჩამოვალ და მაგრამ ჩემი შემოსვლა რა გინდათ მე აგერ გეუბნებით ყველაფერს მე დაგვარეგისტრირეთ სოციალისტური პარტია ისე კონსერვატიული იმის აზროვნე და ჩინური მოდელი სოციალისტური პარტია ჩინური მოდელი ამაში შედის კონსერვატორები რომაა და ის ეროვნულების რომაა ეს ეგრეთ წოდებული ზვიადისტებს უძახიან 100-ია ჩემოკარგებო ჩემო ეროვნულებო 100-ია ეს რომე თუ ერთად არ დავდექით ახლა არა ვერ მოხვდებით პარლამენტში ყველა ზედმეტია ვერ მოხვდებით ამიტომ ერთად ვიყოთ ახლა და რო გავიმარჯვებთ მე საბოლოოდ 4 წლის მერე არა რომ მოვალთ იქინე ყველა სოციალისტური პარტია რა მაშინ წახვალ და ცალკე ბლოკ შექმნი და გახდებით ეროვნულები ახლა დროები დაანებეთ თავი დამიჯერეთ მე ჩვენ დამიჯერეთ პოლიტიკის მეტი ისტორიის მეტი და პოლიტიკის მეტი არაფერი გამიკეთებია მამაჩემი ისე ყოველ დღე ისე ყველა გაზეთს კითხულობდა გავსებული ქონდა გაზეთები მაშინ და მეც ვავლებდი თვალს აი დაჟე კომუნისტების დროს რო იყო იზვესტია და იგენი ყველა იმას გაზეთებს კითხულობდი ხო და მეც ვიცი რაღაცა დამიჯერეთ მე თქვი დამიჯერეთ ხო და ერთად ვიყოთ ნუ დავისაქსებით დროებით ნუ დავისაქსებით ერთად ვიყოთ და შემდეგ დადგება დრო და მე გავიყვეთ და წაბრძანდით შექმენით ცალკე ბლოკი შექმენით იქენ და გადით ბევრი არ ხართ გონია ვინ ხართ იქინ ახლა მიყურე ეს ჭაბუკაშვილი ეს როჭიკაშვილი არ დამისახელებია მე ჯერებ მაგრამ კი ჩავწერე ეგრე ერთად გიზე ჩავწერე მე მე-6-20 ჩავწერე მაგრამ ხო ახლა ვიღა რაღაც ერთი 10 კაცი კუკავა რომა კიდე ეგერ იგენი რა აი ეს ნემსაძები ყველა ასე მეთან ეროვნულები არიან ეგენის ხო და რა ხართ 10 კაცი არ ხარ სულ და გააკეთეთ ცალკე ბლოგი და იღავით მე კაც მაგრამ დროებით ერთად ვიყოთ დამიჯერე მე ერთად ვიყოთ დროებით ხო და ახლა ამას რატომ ვაკეთებ იცი ბიზინა რომ ხო და მე ვიდა ქვია კახა კალაძე კიდო ჯერჯერობით არის მერი და როდის არის მე არჩევნები არ ვიცი როდის იქნება მერის არჩევნები თორე და იგიც ჩაიწერება მე აქვს ამ ჩვენ პარტიაში განარჩენები იყოს იქინე ოცნება ხო იყვნენ ნახოთ რას გააკეთებენ ხო იძახით მაგრები ვარ თუ იყოს და გადმოგზანდით ჩვენთან ახლა ამას რატომ ვაკეთებ მე იცი ეს საქმეს წაადგება საქმეს ბიზინა საქმეს წაადგება ეს და ამ ხალხს ახლა ამდენ ხანია ზოგი მუშაობს მაგრამ ზოგი არ მუშაობს და ამ ხალხს დაფინანსება უნდა ამ პარტიას უნდა დაფინანსება გაგვატაროთ უნდა რეგისტრაციაში და ადგილობრივი არჩევნები რო იქნება რა აი ადგილობრივი არჩევნებში უნდა მიიღოთ ჩვენ მონაწილეობა სოციალისტურმა პარტიამ აგერ სოლიდარობა მშვიდობისათვის უნდა ძალიან კარგი ხალხია ყველა აბსოლუტურად ყველა ის არღლიანია ის იგენია ქალები ვინც არის არაჩვეულებრივი მანდილოსნები არიან არაჩვეულებრივი ქალბატონები არიან იგენი ის ჟღენტი მაგარი კაცია და ყველა იქენი სოციალისტები რომაა კიდე იგი რა ქვია ლობჟანიძე და იგენ ძალიან კარგი ხალხი ხართ გენაცვალეთ თქვენ ხო და აგერ ვარ ჩვენ ხო და ერთიანად მე ისე იგი თუ დაჭირდა დახმარება დავეხმაროთ უნდა კიდე მაშინ ხო დავეხმარეთ მაშინ ხო და ყველა მივეცით ხმა ახლა კიდე უნდა დახმარება უნდა დავეხმაროთ უნდა ვისაც რა შეგვიძლია უფრო აღმოსავლეთში ომცხოვრობს ხალხი იგენისთვის ლაპარაკობს მე ტრისტან წითელაშვილი დაუკავშირდით რაღაცნაირად და ერთად გადაიქით იქნე პოლიციის გვერდზე თორემ ვერ მოვიცილეთ ამ სატანის მსახურებს ვერ მოვიცილებთ ასე ეხლა ვისაც ჩემი აზრი არ მოწონს და ვისაც ჩემთან არ უნდა ამ პარტიაში მე რო ვიძახი სოციალისტური პარტია ჩიდან მოდი დამირეკე და მითხარი მე არ მინდა თქვენთან ყოფნა ხო და დამთავრდა სულ მეწოდინება ხო და თუ ეს 140 კაცი რომ გადავუსვამ ხაზ და დამთავრებულია ყველაფერი
არავითარი და აღიქინე მე იმაში Facebook-ში და იმაში არ ვიცი ამდენად ვერ ხნიერი კაცი ვარ და ვერ გოუგე ამ Facebook-ს და ვერ წადი და თუ დაგვანებეთ თავი ვისაც არ გნებავს ჩემთან ყოფნა ხო ეხლა კიდევ რა მინდოდა მე თქვა ახლა ჩემო კარგო ბიზინა მე არ ვიცი ლაპარაკი არის 35 ლარზე 35 ლარი თუ არის საშუალება მე ვფიქრობ 500 ლარამდე 415 ლარი მაქვს მე ახლა მაგრამ ო ახლა მე როგორ გავიტანო თავი თან ამ პარტიაში ვარ როგორ ვიარო იქით 450 ლარი 500 ლარი მაინც გახადე გავხადოთ დავაკლოთ რაღაცა გამოვნახოთ საშუალება და 500 ლარი გავხადოთ მინიმალური პენსია ხო თუ გინდათ რომ რამე გაკეთდეს სახეროდ საქართველოს სახეროდ თუ გაკეთდეს რამე ხო მე არ ვიცი ახლა ვერ ხვდები Facebook-ს მე ვერ იმაშობი ვერ კითხულობ და ვერ იმაშობი ხო და ისე იგი ახლა კიდევ ერთი რამე მე რო ვთქვი რომ მე 2 მილიონ დოლარზე მეტი ვისაც ექნება იგი მეთქი მე ასე ვფიქრობ მაგრამ ეს მე ასე ვფიქრობ მაგრამ ჯერ დამტკიცა ეს უნდა სოციალისტურმა პარტიამ რომ შევიკრიბებით ახლა ბიზნესიც იქნება ღარიბაშვილიც იქნება მე დაემატოს შეიძლება კალაძეც კიდევ რა ვიცი მაგრამ ის იყოს მე რა ჩემი აზრით ჯობია მე რა იყოს კი ახლა ამაზე უკეთესი მე არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში თბილისში არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში აზრე ვინ იყო სულ უბედური ხალხი იყო უბედური და რაც არის შედარებით ამას არ აუშავს კიდე ხო ეხლა ხო რას ლაპარაკობდი ახლა თუ ეს არ შესრულდება ახლა ხო ეს ხალხი დააფინანსო უნდა ბიზნესა დააფინანსო უნდა საშუალება გამონახეთ ხო და ახლა იგეს თუ მაფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენ ორგანიზაცია გავართ გეუნე მილიონი ხალხი შეიყრის თავს მილიონი ხალხი ხო ხო და ამიტომ ჩვენ ამ პარტია ორგანიზაცია გავართ ჩვენ პარტია და დაგვარეგისტრირო უნდა მაშინ რა ქვია ახლა რომ იქნება ადგილობრივ არჩევნებში ხო და ასე შეხმატკილებულად ვიბრძოლოთ საქართველოს კეთილდღეობისა იყავით იყოს ოცნება იყოს 4 წელიწადს იყოს არ ვარ წინააღმდეგი მაგრამ იქ ჩვენც უნდა ვიყოთ ჩვენც კონსერვატორები და სოციალისტები 40 კაცი მაინც 62 ადგილი ხომ აქვს კიდო მიქინე 40 კაცი ეს უმცირესი უნდა ვიყოთ ჩვენ თუ ასე არ იმასინება რა ჯობია იგენი მოიცილეთ იგენი აშავებენ ბიზნესს შემოკარგო აშავებენ ხომ ხედავთ რომ აშავებენ ხომ ხედავთ რომ აშავებენ გადააწვეს ყველაფერი გადაბუგეს ყველაფერი და აბა ერთი მე რომ გავაკეთო რამე ხელად მეტაკება პოლიცია ხელად იმას ძამე ასე არა კაცო ეს არ არის სწორი ასე რა ახლა რატო უნდა ისჩეოდეს ასე ჩვენ შავკანიანები ვართ თუ რა და იგენ თეთრკანიანებია თუ რა არის ეს რა ხდება ვერ გავიგე მე დასაჭერი რომა იგი დროებით კაი მოცილდა და კიდევ თუ დაიწყო იმან ზურაბიშვილმა და საგიჟეში უკრათ პირდაპირ თავი საგიჟეში ხო და ასე და ამრიგად დაგვარეგისტრირო უნდა და ისე იგი რომ როცა გაიცემა ოცნება რომ აიღებს ხელფასებს ამ პარტიასაც უნდა ხელფასები მე არ გთხოვ მე პირადად არ გთხოვ მაგრამ ამ ხალხს უნდა თორე და მოგადგებით იქინე ყველა და მე იქიდან ვერ გაარჩევ მტერდამოყვარეს ვერ გაარჩევ და კაცი არ დაიწყებს თქვენს არც შეკებას და არ გადაგისვამს არ კაცი თავზე ხელს ეს ასია ხო ამიტომ ახლა ხო და მეც გავჩერდები მეც უფრო იმათ ლოიალური გავხდები ხო და თანხმობა ჩამოყალიბდა თანხმობა ისე პოლიტიკური თანხმობა იქნება ხო და ეს უნდა მოვიცილოთ მაგრამ ზოგიერთი შეიძლება თუ ვერ მოვიცილ ახლა რომ დააშავა იმ კაცმა ელისაშვილი დასაჭირი რომ დაჭერილი იყო რატომ გამოუშვით იგი მეორე კიდევ იგენი არ შეიძლება პარლამენტში მოხდეს
ანდა როგორ შეიძლება მაგალითად ჯაფარიძე ახლა ეს ოცნება ვითამ თავმომწონია კობახიძე და იგი როგორ დაждები ასეთ ხალხთან რა თქვა იმ კაცმა ისე პირში ავიღებო ისე ფულის გულზაო კაცმა ასე თქვა ამ ფერ კაცთან რო დაждები იქნე მე არ ვიცი ვერ წარმომედგენია და როგორ უნდა დარჩევიდეს ეს კაცი პარლამენტში და გინდა სხვები კიდო იქნე ხო ამიტომ ეს ასე ჯობია 40 ადგილი მაინც უნდა იყოს ჩვენი 40 ადგილი ო ეს იქნება კიდო რაღაცა გაიტანს თავს ასე ხო იგენი არ შემოვლენ ასე 20 ადგილს არ იკმარებენ იგენ და იმას აქვს 22 ადგილს იგენი მეც მოინდომებენ და ეგეც ციხეში უკრათ თავს ახლა მე რო ვლაპარაკობ შემოკარგებო მე რო ვთქვი იქ რა ქვია დიდი არტია მეთქი რა არის დიდი არტია იცი ჩინგისხანის არტია ვენამდე მიდიოდა ვენა აიღეს მან ბათუყაენმა ვენაში შევიდა და აიღენ რა ქვია ავსტრია და აღლა ურეგრა მე ხო გითხარი თქვენ იგი რა ქვია ნაგაი ესე იგი ბეგლარბეგი ნაგაი იყო ისე შვილთა შვილი იყო იმის რა ქვია ჩინგისხანის ხო და გვარად ყოფილა გალინსკი ამას მეც იმაში ამტკიცებენ ამას ხო და აღლა კიდე რუსები უყურეთ русები და дорогие мои российские друзья видите вот что этот Сибирь что такое Сибирь Сибирь значит по-маргарски шен значит ты это Сибирь да бир значит один значит по-маргарски арти арти значит შენ არტი გეუბნო შენ არტია ზე სიბირი არის არტების სიბირი და აბასნოვალი არტია вот эти половцы кипчаки которые были да там размешались еще эти из этого шумерик дебили оттуда тоже пошли эти люди переселились да они это размешались вот это Нагайбил, Галинский, вот это говорит Юрий Абарин, значит, Семенович, Лев Семенович, Галинский ყოფილა ეს Нагай. ხოდა თუ ეს კაცი Галинский იყო, მაშინ მისი დიდი ბაბუ არ იქნებოდა Галинский? ხოდა Галицკი და Галинский ერთი და იგივეა. ცუ გადადის სუში, ხოდა ერთი და იგივეა მაგი. ხო, ამიტომ ეს ასია შემოკარგებო, ასია ამას წყალი არ გოუვა. ვისაც არ ჭირავს დამიჯერეთ დიალოგში, დადგება კარგი დრო და ხეუბნებით. ხო, ეს ერთი და რამდენ ამას გამოგინახავთ კიდე იქინე იმას. ამის დამამტკიცებას, მაგრამ ახლა უყურე, რუსი და ახლა რას ლაპარაკობს იური აბარინი. რუსეთშიო, ძველ რუსეთშიო, ისე იგი თურქულათაც ლაპარაკობდნენ და რუსულათაცო. ორი ენაზე ლაპარაკობდნენ თუნდაც კარანდაში სიტყვა კარანდაში არა კარა არის შავი დაში ყოფილა ქვა ამას ლაპარაკობს ასე იური აბარინი და კიდევ არის ბევრი სიტყვები არის მე თურქულადაც ისე ხო და ამიტომ თურქები და სლავები და ეგენი რომა სკიფები არიან მაგენი სკიფები სინამდვილეში და ხო სკიფები და ეგენი საქმე ოსები სკიფებია დიდი საკებია მაგენი ხო ოსები აგერ ცეკვა რომ მივქენ და გვენ ნახეთ აგერ სკიფსკო ალანსკი ტანეც ტაკი ნაპისანა там წერია რომ სკიფი ალანებისო ცეკვაო ხო და ასია ეს შემოკარგებო ამას წყალი არ გაუვა ხო უყურეთ ახლა 1989 წლის შემდეგ არ გვეღირსა ერთი ნორმალური მთავრობა ყველა იგი ერთი უკესობა არა კაცო მახსოვს გეუბნებით შემოკარგებო დაიკავა ზვიადგამსახურდიან შვილდისარი ამას როგორც მე ახლა ვხედავ ასე მახსოვს დაიკავა შვილდისარი და იქ იყო იგი რა ქვია რომა იმისა ასე გამდევნო თუ
ყველა არა ქართველიო. ეს ასე იყო შემოკარგებოდა. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში რატო ვარდებით? ამიტომ ზომიერები უნდა ვიყოთ, ზომიერები უნდა ვიყოთ ყველა. ახლა ჩემო ბიზინა ნარკოტიკებმა წაიღო ყველაფერი. მე ახლა მეშინია იქინე ახალგაზრდები მყავს, ბავშვები მყავს, შვილები დადიან ხო და რაღაცას ბოდიალობენ და იმაშობიან და იგინებიან და იმან პატარა ბავშვები მყავს, შვილი და დამიდგებიან იქინე სახლის წინამდე იგინებიან და იმასობენ რა არის ეს რა ხდება? ამას მოიაროს უნდა ჩემო ბიზია ხო და ეს რომ არის ნარკომანების პარტია რო იყო ის ხვიჩია და ნარკომანები იგენს არ უნდა მიეცეს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უფლება აუდიტორიის წინაშე ტელევიზია რომ მიწევს და იგი რომ მიწევს არ უნდა მიიწვიოთ ასეთი ხალხი ეს ნარკომანებია იგივე თვითონ ახლა ზოგი შეიძლება ის ხვიჩია კარგად გამოიყურება თვითონ არ იღებულობს ეთყობა მაგრამ სხვას იმაშობა აფუჭებს ეს ასეა ლანჩხუთი გენ სკოლაშია ერთი ხვიჩია და მე ახლა პირდაპირ ვიტყვი რომ შეიძლება ამის იყოს რაღაც ამის დანიშნული და ამის იგი მე ახლა კიდევ შევამოწმე ნუ შეიძლება გამოვაგდო იგი სულ იქიდან მანდატური ლანჩხუთი იმდენი დანაშაული მე ჩემო კარგო ბიზინა მე რომ მოყვე ჩემი თავგადასავალი თვალი არ მქონდა ბადურა ჩაუმივარდა ხო და ამომიღეს ცალი თვალი და მეორე თვალში კატარაქტა ყოდა 2% ჩამიწერა უნდან ექიმმა ქუთაისში 2% მხედველობა და ასეთ კაცს რა გადამხადეს მე მაგენმა გიგე ახლა ეს არ დაიგერებს ზოგ იტყულება მე რომ თქვა ეს ყველაფერი იტყულება მაგაციო მაგრამ ამას თვითონ ხომ მიხდება ვინცა დააშავა ამას ჯერ არ ვიტყვი კიდო მაგრამ მე კიდო ვიტყვი კიდო მეორე იმაში თუ მაგენმა ბევრი გააჭივრენ საქმე და ეიწენ კიდე იგი რა ქვია მე იმასაც ვიტყვი რა გამიკეთეს ინვალიდ კაც სხვენზე ავიტანელი ლეჟანკა სხვენზე სახურავზე ავიტანელი ლეჟანკა ლები საბანი ხო და ვიცოდი რომ შემოვიდოდნენ სახში ხო და კარები გაუღე კიბი ავიტანეს ზევით ჩამოვკეტეს ზევიდან ჩამოვდა იქ დაწოლილი წყალი მქონდა საჭმელი მქონდა იქ დაწოლილი უყურებდი როგორ შემოდიოდნენ იმას მოკლავდი ნაჟახ გოუპობდი თავს ნაჟა მაინც მოკტა იქ აჭირებული მაგრამ ასე გამიკეთენ მეთქი გეუბნები კაცო ხო ხედავ არ არის მაგრამ ზოგი ღმერთი მე ბუნების ძალა წამს რაღაცა ძალა არსებობს ბუნების ძალა არსებობს ამ სიგლახეს რომ გააკეთებ კაცი და იმას არა იმას რაღაცნაირად გადაუხდის ბუნება თუ ღმერთი რაც ვიცი თქვენ რასაც უძახით არა ის გადაუხდის იმას სიგლახეს რომ გააკეთებ პატიოსანკასო დააждებით თავზე ხო ახლა დამჩაკიდო მახანე ხო ახლა ერთი საინტერესო რამე შემოვიძინა ძალიან კარგი სპორტსმენი ტალახაძე ძალიან კარგი სპორტსმენი ჰერაკლია მაგრამ ახლა მე კი არ იმაშობი იყოს მაგრამ რომ იცოდე იგი ვისი გაზრდილია იცი ვისი გამოზრდილია ხო იცი ბეზინა გეუბნები ასანიძების გამოზრდილია ასანიძები არის ნაცები ხო ნაცისტები ხო მაგის იგი ვაკია ტრენერი წვნალი არის ასანიძე თვითონაც კარგი შტანგისტი იყო მაგრამ ნაცებია აგენი ნაცები ხო და ამიტომ გეუბნები დატოვე ეს ოცნებაში და გადმოდი ჩემთან ხო და აგერა ერთად იქნათ ეს ქვეყანა ერთად მოვაწყოთ ნორმალურად თქვენ მე გამიწიეთ კონტროლი მე თქვენ გაგიწევთ კონტროლს მე ახლა რუსულად ხონდა ჩაწელი რაღაცები კიდე მაგრამ აღარ დავიწყებ ახლა არ მინდა ყველაფერი გაიგოს რუსებმა და თელმა სოფლიომ გაიგოს ისე მოგვეჭრა თავი ჩემოსაყვარელო ქართველებო რას ლაპარაკობს ის საზიზღარი ვიღაც იყო ის სუხიშვილის ანსამბლში არისო ის
თეა დარჩია რა იკადრა ამისთვის არის დასაჭირავი ამისთვისა ის უნამუსო ქალი მიცხრა რომ ქართველების კნავი როდის კნავოდა ქართველი როდის კნავოდა ახლა ძველ დროში ჩემო კარგებო ჩემო იზინა რომ გინდებიან ახალი ისტორიას და ეს უახლოესი ისტორია ისე იგი ორი ვაჭარი დადიოდა დასავლეთ საქართველოში ორი ვაჭარი ერთი ვაჭარი უყურე ერთ ვაჭარს ყავდა მაგარი ამალა რა ისი დაცვა ყავდა ამალა ცხენოსნები დეგენ და ერთი ვაჭარი ისე იგი ნისიაზე არ აძლევდა ხალხს ნისიაზე საქონელს არ ყიდდა ხო და დადიოდა ისი მოვიდოდა წავიდოდა დაეთქვა დადიანო და გული არ დამიდარ სიმღერა ვაჭარი იყო თავად მერე გახდა თავარი და იგი ხო ახლა მეორე ვაჭარი იყო კიდო დადიოდა ნისიებს იმაშობოდა ნისიები და ვერ იღებდა იმას და ჩემოდა ვერ დადიოდა იქითაკეთ და იმას დაეთქვა დარჩია ის დარჩია იყო იქინე რა თქვა იმან ქართველების კნავილიო რო თქვა ის უნამუსო დედაკაცი ვიცხა ეს არის შემოკარგებო ორი ვაჭარია მაგრამ იგი თავადი იყო თავარი იყო მაგრამ დადიანის ვაჭარი იყო ყველა თავადების სხვათა შორის ვაჭრები და უბედური ხალხი იყო და არცეთი არ იყო სუფთა ქართველი იშვიათად რაღაცა ჯაფარიძე იყო სოლომონს დაძდევდა ყუთში დაძდევდა და რატომ დაძდევდა იცი მამა იყო მისია არაკანონიერი შვილი იყო იმის რა ქვია ვინც იყო სოლომონის მამა მეფე რო იყო რა შემდგომ ჯაფარიძე გაკეთებული იყო ჯაფარიძე იყო ამიტომ დაძდევდა ლომკად ჯაფარიძე და იგი ხალხი 4 კაცი დაცვა ყავდა ახლა უყურე ბაბუამ და დედამ რატომ უნდა ჩამოაგდოს შვილი და შვილი ტახტიდან იმიტომ რომ არ იყო ებრაელი და იმიტომ ჩამოაგდეს ტახტიდან ეს ასია ნემსაძეებო რომ ამხელა გძელიან არ უნდა ხმენ და გინების მეტი რომ არ იცით აფერი ასია თქვენი ისტორია და დამიჯერეთ მე რო გეუბნებით იმას ხო ახლა კიდე იქით ჭაბუკაშვილმა და იმანო შექმნით რაღაცა ეროვნული გაერთიანება გიორხელიძე შევარდნაძის პარლამენტში იყო კაცო მოღალატეთა პარტიაში არ ვიცი თუ იყო მაგრამ იმ პარლამენტში იყო ეს კაცო და გიორხელიძეზე ნაკლებია ხან ეგერ გვენეტაძე რომა ეგერ შადბერაშვილი რომა ვენაცვალი აგენ მაგარი კარტოზია რომა მამუკა კარტოზია მაგარი ისტორიკოსებია ხო და ამ გიორხელიძეზე ნაკლები ვინა ადამიანებად კაცო დროებით ახლა გეუბნები დროებით ერთად ვიყოთ თორემ მე კაი თუ არ გიდათ გაყრით ყველას წავში მაგრამ შემდეგ პრეტენზია არ დაგირჩეს ამიტომ თუ არ გინდათ დამირეკეთ ხო და ერთიანად ჯერ მთავრობას დავეხმაროთ მოვიცილოთ ეს სატანისტები მოვიცილოთ და შემდეგ ადგილობრივ არჩევნებში მოგვიწევს ადგილობრივ არჩევნებში ჩვენი ხალხი სოციალისტური პარტიიდან მოგვიწევს ხო და ეს 4 წელი იყოს ოცნება არ გამოვა სხვანაირად მე რომ ვაკვირდები ახლა ესე არ გამოვა სხვანაირად რაღაცა შეიძლება სისხლი დაიღვაროს იქით აი იყოს 4 წელიწადს მაგრამ შემდეგ ჩვენია გეუბნებით მე ქართული ოცნება გაქრება და ქართული რეალობა დადგება ოცნება მაგრამ ჩვენ ვართ რეალური ადამიანები პატიოსანი წესიერი ხალხი შადბერაშვილი ზაგანია კარტოზია ბევრი იქინე გვენეტაზია აგერ არღულიანი რომა ნატა აგერ ჟენტი იგი მაგარი პოლიტიკოსები მაგარი ხალხია ვენაცვალი აგენს იქინე იმაში პატრიოტებში ნაყოფი ხალხი არ მინდა მე ახლა ჩემთან არ მინდა მაგენი ამარ შაირისაგან ხო ახლა ზოგს არ ჩერავს უეუბნები ზვიადი და ედიკა
შორიდან ისე ჟუჟუნაწვიმას უმღეროდნენ ერთმანეთს. ჟუჟუნაწვი მოვიდა დიდი მინდორი დანამაო. ასე იყო ეს. ხო და ახლა უკვირს, აგერ ზოგს უკვირს რომ მე ბევრი რამეს ახლა ისეთი რამები ვიძი ამასაც ვიტყვი თუ გინდა მაგრამ ახლა არ გამოდის ეს ჩვენი ქვეყანა არა და არ ვერე იმაში რა ქვია საქმეში რუსეთში და მაშინ ისეთი სასწაულებია თმა ასე დაგიდგება აუზია რა იცი თქვენ ეს ერთი მოგდა გინდა მეორე მოგდა გინდა მესამე მალავენ ზოგიერთები ყველაფერს ეს ასეა ხო ძალიან კარგად იცი ხო ვისაც ჩემთან ლაპარაკი არ გსურთ ვიღაცები ვისაც ჩემთან ლაპარაკი არ გსურთ ვიღაცები გაფინანსებენ იმიტომ იცვლით ყოველდღე ახალ შარვალ კოსტუმს და იმას ხო ხელისუფლებას ხო თუ ასეა და აგერ მე და აგერ გერმანია ახლა აგერ მეწერა ერთი კაცმა რაღაცა თქვენი პატრონიო ისე ხო შეიგინა იმას ვეტყოდი მაგრამ არ ღირს ახლა გავჩერდები კიდე იმას თავის დროზე იმას ვეტყვი ახლა მარადონა როგორი ფეხბურთელი იყო ჩემოკარგებო მარადონას დაპატიჟა რომის პაპმა ხო და უთხრა რომის პაპმა მარადონას რომ შენო ფანები ბევრი ავსო და ფულიანი კაცი ხარო მილიონერი კაცი ხარ ფულიანი და ჩამოვაყალიბოთო რაღაცა და დავეხმაროთო იმასო და მარადონამ შეხედა ბიჭო ოქროს ტაღზე დამჯდარი ოქროს ჭაღები და მიაფურთხა და გამევიდა წამევიდა ასე გააკეთა მარადონა იყო მაგარი ფეხბურთელი ეს ასეა ჩემოკარგებო ყველაფერს არ ვიტყვი ახლა მე კიდო ხო ახლა ეგენი ახლა უყურეთ რა მინდა თქვა ეს ხალხი აგერ თქვა ერთმა იმან კნეინამ ერთმა ქალბატონი ამას რა შეიძლება უწოდო ჩვენ მე პარიზში ყავისმა მირჩევნიაო რუსეთშიო იგი რაღაცა არაყი შამპანურებს სვამენ რუსეთში შამპანურებს სვამდი და იმას ხო ბოდიში აუდიტორიასა და წაეთრიეთ სადაც გინდათ პარიზში და თუ და პარიზს იქით გააცილეთ თუ გინდა ბაბუაშების ბაბუასთან წაბძანდით ხო და რაც გინდათ იქით დალიეთ იგი კი არა იმის რა ქვია იმის თუ გინდა ყავა კი არა გვარამიას მოსაქმებული ღვინო დალიეთ თუ გინდა რაც გინდათ იგენით ამერიკა არ დაგავიწყდეთ ამერიკა ახლა დავით თორდია მაგარი ბიჭი ხარ და იური აბარინი რომ მოძებნე ინტერნეტში დააგვერდი იმის ბლოგები და ბევრ რამეს გაიგებ იქინე კიდე საინტერესო რამეს ბევრ რამეს გაიგებ კიდე ეხლა ჩემოკარგებო ტენდერები რო ტარდება ტენდერები ეს არის სულ თავარი ეს არის ტენდერები რომ ტარდება მაგალითად რომელიღაც ფირმა რომ იმაშობა ხო და ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებისათვის უნდა იყოს ცნობილი დიდი ტენდერები ეს ასეა ჩემო ბიზნესა ეს და ამიტომ მინდა გადმოსვლა თქვენი აქეთ ხო და მე თუ დავაშავებ რამეს მითხარი თქვენ თუ დავაშავებთ რამეს გეტყვის არ ვარ გამასე გაჩერდით ხო ტენდერები რომა ტენდერებს ისე უნდა იცოდეს ისე იგი ლანჩხუთში ახლა რაღაც მე ლანჩხუთელი ვარ ლაპარაკო ბიჭო ჩილოგიზე სულ არ დამინახავს ლანჩხუთში შემოსული არ ყოფილა იგი პირველი კიდო იგი იშტერია სულ ვიღაცა ხო და ახლა უყურე ხო და ხალხს არ უნდა შეკრება უნდა ხალხი გამგებელი რომა თუ მერია იქინე სარიშვილია თუ ვიღაცა რა ვიცი ხო და შეკრიბოს უნდა ხალხი თქვას რომ არის თანხა ეს გვინდა გავაკეთოთ თუ არა ეს გავაკეთოთ ეს ხალხმა უნდა თქვას რომ ეს გავაკეთოთ ფართო საზოგადოება უნდა გაიგოს ეს ასეა ჩემოკარგო ეს არის ეს იქნება დემოკრატია და სოციალიზმი ეს არის სოციალისტური მიდგომა მე ვცნობ პრემიერ-მინისტრს
პრეზიდენტსაც ვცნობ, ხო და პატარა გულსმაგლია იმაზე რა ქვია, ჯანმრთელობის მინისტრზე და იმაზე რა ქვია, განათლების მინისტრზე. იმიტომ რომ როგორი განათლებული ახალგაზრდობა გამოდის გიხედავთ აგერ. ხო და ერთი რამე კიდე მასწავლებლებს მომატება კი რომ მოუკლო უნდა ხელფასი. მოუკლო უნდა ხელფასი. ნამეტარი აიგდნენ მაგენმა თავი და იგეს იმაშობიან იქნე რა ქვია იმას ეშმაკის მოციქულებს იმაში ბალეში ყოფენ კიდო იმაშობიან. ახლა კი იცით თქვენ ფარნა ვაზის რომ ეძახიოთ, თქვენ მე ფარნას ვეძახი იმას. ფარნას ზურზუკი ცოლი ყავდა. ზურზუკი ისე არის ინდუშები. ხო და ახლა მე რატო ვიძახი ინდუშებს ახლა? დუშეთი და ინდუშეთი. ინგუშეთი ხო არა იქნე. გუშეთი ხო არა დუშეთია. ხო დუშეთიდან იგია იქნე პოლგალაზებია იქნე წასული და ხო მაგრამ არა დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგას, მაგრამ ის ვიღაცა ისე იგი სომეხმა იქნე ყალთაბანდი იყო ვიღაცა და რაღაც გაიზვერა და რაღაცა მოაიქნეს აზოს მინდეროს რომ ეძახი მე ეს გადაკეთებულია ყველაფერი. ხო ახლა ურე გითხარით ჩვენ ვიყავით ართია იყო დიდი ართია, მაგრამ მანამდე პატარა ართია იყო. ირანს ეთქვა პართია, საქართველოს მე ხო ვთქვი რომ ამ ქვეყანას ეთქვა ართია, ისე ართი არის მეგრული სიტყვა და ნიშნავს ერთს, ანუ პირველ ყოფილ ადამიანებს. ხო ახლა ურე ართი პართი ნართები ვინა? ეგრე ნართები ოსები იგენ უმა კავკასიის ხალხი. იოქია ნართი სართი ქალაქი იყო ეგენ იმაში ლიდიაში. მასთან ირომა ხმელთაშუა ზღვის მასთან იყო სართი. ნართი სართი ქართიო რო იძახით თქვენ კართია სინამდვილეში, მაგრამ კაი ართია ფუძე. ფუძე ართია და იყო კართი, მაგრამ იყოს არა პრობლემა. ხო მაგაზე კიდე მოლაპარაკება უნდა და იგი უნდა დაждდეს, უნდა მეცნიერები დაждდეს, უნდა არამეცნიერიც კიდე ჭკვიანი ხალხი. ხო და მაგენი რომ ზოგი მეცნიერებია არ ვიცი ახლა არ ვიტყვი ბევრს, ხო და თავად მიხვდება ყველა. ასე და ამრიგად კიდევ ერთი 15 კაცი დავამატე კიდე 15 კაცი იქნე. იმ 120 კაცს დავამატე 15 კაცი. ხო და ეს ასია და ახლა რო იძახიან აგერ იგი ებრაელები იძახიან რომ ჩვენო კაცო დავივიწყეთ 2600 წლოვანი მე იგიო ძმობაო. კი მაგრამ ძმობა სულ ცალმხრივი სულ ეს ერთი რაში დაგვეხმარა ებრაელები მითხარით რაში დაგვეხმარა ჩემო კარგებო სულ ჩვენ უნდა დევახმა სტალინმა ქვეყანა მისცა მეტი დახმარება რა უნდა გეკეთებია უსამშობლოდ იყო და მაგენი საერთოდ იმიტომ არის აგერ რომ არის ახლა ეგენი ეს ნაგავი რომა პოლიტიკური ნაგავი ეს მანქურთებია მაგენი არის მანქურთები რა არის მანქურთი უსამშობლო ხალხია ოღონდ რას იძახის ქართველების კნავილიო ამას რომ ხალი იტყვის ხომ არ ეტყობა რომ მანქურთია უსამშობლო ამიტომ გავაძევოთ უნდა ასეთი ხალხი საქართველოს და ახლა ურე პატარკაციშვილი ხო ჩააჟინეს მას თვითფრინავში სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ხო ჩააჟინა იგი რა ქვია თვითფრინავში და გააძევა საქართველოსთან ოქრაშვილსაც ასე უქნეს ხო და ბევრი მე მგონა კიდე სხვა ხალხია კიდე რაღაც ასევე ჩააჟინეთ იგი რა ქვია იგი რომა ვისაც არ უნდა იხაზარაზე მაზარაზე და გაუშვით ვაფშე სადაც იმას მოაცილეთ აქედან მაგ სომეხი მე ისეთ ხალხს კაცს ვენაცვალე რომელიც თავის ეროვნებას არ მალავს ხომ ალაპარაკდა სომხურად ისე სომეხი ყოფილა რა არაფერი არ მაქვს მე საწინააღმდეგო ეგერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის იმაზე მღერის მირაქიანი თუ ხო აი ასე სომეხს ვენაცვალე მე რომელიც მის გვარს არ მალავს და მის წარმომავლობას არ მალავს საერთოდ ყველას ახლა კიდო აგერ 15 კაცი აგერ სულ ახლა ურე
მე კი ამის ტელეფონის ნომერი მქონდა მომცა ერთმა კაცმა აგერ თემურ სამნიძე კომუნისტური პარტიის იგი არის ბათუმელი კაცია იგი დამავიწყდა გადამავიწყდა აგერ ჩავწერე ახლა აგერ თემურ სამნიძე ჯულაღიძე გიორგი შარაშიძე ხალვაში ბენო ხალვაში ბადრი დავით ჩუბინიძე არის გამოჩნდა იქინე ესე ჩხაიძე აკაკი წურწუმია თამო ბინარია ქიტიაშვილი ლევანი გაბიზაშვილი გიორგი სალუქვაძე თემური ნონა ჯღარგაბა და ნათელაშვილი მინდა უცროსი ის ნათელაშვილი კი არა თავარი რომა თავარი ოპოზიციონერი იმის შვილი მოვიდეს დაждას გამოვსდით იმას ჩვენებურად අපეთ საჭიროა ისე გამოვსდით ახალგაზრდები მინდა ხო ჩამოყარგო ბიძინა თუ თქვენ არ გადრულობთ თქვენგან მაშინ ბერა მოგვეცით ბერა რომ დაფინანსება გვინდა მე არ მინდა ამ ხალხს უნდა დაფინანსება კარგად ბრძანდაბოდეთ ყველა ყოფნა და ჯანმრთელობას გისურვებთ ხო და ეს სატანის მოციქულები გავრეკოთ აქიდან გავრეკოთ უნდა ის იგენი რომ თქვა იმან რა ქვია ტრისტან წითელაშვილმა და იმან გაგნიძემ რო თქვა ახლა რამაზ გაგნიძემ მაგრამ ისე უნდა შევიკრიბოთ უნდა ეს გავაკეთოთ უნდა ხო და ის იგენი რო არის იგენი ერაყიდან ყოფილა ჩამოსული ვიღაცები აგენს ისე იგი კულტურულად აიყვანეთ ხო და გააძევეთ აქედან Дай Бог здоровья всем хорошим людям, которые для Грузии хотят что-нибудь хорошего. В этой трудной минуте, который не подстригает людей, да не делает вред для грузинского народа. Дай Бог здоровья всем, благополучия. Скоро потом Гриша, Замико, Гриша, чему просто змаво, мегобаро, ამხანაგო გრიშა დავიკავოთ წითელი დროშა და წავიდეთ ასე ოსეთში აფხაზეთში დროშა დავიკავოთ წითელი თუ არა ხატი კი არა ხატი არ უნდა მე გამოატანეს ხატი უკან დროშა წითელი დროშა დავიკავოთ და ჩაკუჩ ნამგალით წითელი დროშით თლად შემოვლით ქვეყნიერობას მოვსპობთ მონობას მუქთა ხორობას შევქმნით საერთო ბედნიერებას გრიშა ამხანაგო გრიშა შენთვის ლაპარაკობ ამას კარგად იყავით ყველა ჯანმრთელად იყავით და ბედნიერად იყავით